ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბარეთ არქივს ის დრო, როდესაც ხურდობას და ყაჩაღობას მიქონდა ქვეყანა და იყო აბსოლუტურად არეულობა, დავამარცხეთ კრიმინალი, დავამარცხეთ კორუფცია, ქვეყანაში გადაწყდა ელექტროენერგიის პრობლემა, დაიწყო ქვეყანაში აღმავლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება, ჩვენთვის ყველა სოფელში, ყველა უბანში მნიშვნელოვანი იყო გაზიფიცირება. ის რომ დღეს აქ ვართ და ეს სამუშაოები მიმდინარეობს, მიგვაჩნია რომ ეს არის ძალიან კარგი საქმე. თუმცა მთავარი არის დასაქმება. მიგვაჩნია რომ როგორც არ უნდა მოვაწესრიგოთ გზები, გასადენები გავაკეთოთ, ელექტროენერგია მოწესრიგდეს, ახალი შენობები აშენდეს, ხალხი უნდა იყოს დასაქმებული. იხარია ის რომ 18 წელი მუშაობდი ჩემს რაიონში, ცხოვრობ ჩემი ქალაქის რიტმით, ცხოვრებით, მესმის აქაური გლეხის, აქაური მოსახლის ყველას გაჭირვება და დალხინება და შემიძლია გამოვადგეთ ჩემ თანაქალაქელებს. კარგია შვილო, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან მოკლე მონაკვეთი. წესავით ვართ 3 ნათურა რო გავუკეთოთ, ეს დიდი ამბავი არ იქნება. გავაკეთებთ, რო გჭირდება. შარშან ხარ ეხლა აკეთებდნენ ბარემ და გავეკეთებია ისიც რა იქნება. თქვენ არ გეწმინოთ, მაგრამ ასეთი შესახვევი არის მრავალი და გვინდა რომ ეტაპობრივად პრიორიტეტულად მივყვეთ საკითხებს, რომ თქვათ პირველად ცენტრალური ნაწილი განვითარდეს და თანდათან ყველას ექნება მისი კერა, ხელისუფლება და თუ გინდა მეც თვითონ მთავრობას წარმოვადგენ და ხელისუფლებას წარმოვადგენ. რაც უფრო მეც შეაწუხებ, ვინც უფრო მეც აწუხებს, იგი უფრო მეც მიიღებს. მოითხოვე მეტი და მოგეცემა მეტი. ამ პრინციპით იმუშავეთ ყოველთვის.